ოთხშაბათს ესპანეთის მეფე ფილიპე მე-6 პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ორივე მხარემ ურთიერთობის გაღრმავების პირობა დადო. ვიზიტი იმ დროს იმართება, როდესაც ესპანეთი ევროზონის უდიდესი ეკონომიკის მქონე მეოთხე ქვეყანა შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე განაგრძობს ჩინეთისა და ჩინური ინვესტიციების მოზიდვას. ევროკავშირის სხვა წევრებისგან განსხვავებით ესპანეთი ჩინეთის მეგობარი ქვეყანაა. საერთაშორისო სიტუაცია რთული და არასტაბილურია. მსოფლიოს სჭირდება უფრო კონსტრუქციული ძალები, რომლებიც მშვიდობასა და განვითარებას უზრუნველყოფენ. ჩინეთი მზადაა ესპანეთთან ერთად იმუშაოს ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესაქმნელად, რომელიც უფრო სტაბილური, განვითარების მხრივ უფრო დინამიკური და საერთაშორისო დონეზე უფრო გავლენიანი იქნება და მეტ წვრილსაც შეიტანს მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. მონარქის პირველი გაჩერება ჩინეთში იყო ქალაქი ჩენდუ, სადაც იგი ესპანეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან და ასევე ბიზნეს სექტორის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად ესპანეთ-ჩინეთის ბიზნეს ფორუმს დაესწრო. ესპანეთ-ჩინეთის მიმართ მტრული პოზიცია არ ჰქონდა. ის ცდილობს სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას იმ ქვეყანასთან, რომლის ექსპორტიც ესპანეთში გაცილებით მეტია, ვიდრე 50 მილიონი მოსახლეობის მქონე იბერიული ერის ექსპორტი ჩინეთში. შეხვედრის შემდეგ სი ძინპინი და ფილიპე დაესწრენ ორ ქვეყანას შორის კულტურისა და განათლების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, სურსათის უბნებლობისა და კოსმოსური მეცნიერების სფეროში შეთანხმებების ხელმოწერის პროცესს.